გამარჯობათ. დღეს გავაგრძელებ საუბარს B ვიტამინებთან დაკავშირებით, კონკრეტულად B6 და B7 ვიტამინთა შესახებ. B6 ვიტამინი იგივე პირიდოქსინი, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული ასაკის მქონე პირებში, რადგან ბევრი დაავადება და სიმპტომი იჩეს მაგროს თავს, როდესაც ასაკი მეტი არის. უფრო ასაკი არის მეტი, შესაბამისად კუნთების სისუსტე და ფუნქცია იკლებს, ამიტომ ხშირად ხანდაზმულ ადამიანებს აწუხებთ კუნთების სისუსტეთან ტკივილი ახლავს მას, აგრეთვე კუნთების ზომის მოცულობა, მასის მოცულობა, რასაც სარკოპენია ეწოდება. ხშირ შემთხვევაში ეს გამოწვეული არის B6 ვიტამინის დეფიციტის გამო, ამიტომაც B6 ვიტამინის საჭიროა სტაბილურად იყოს ორგანიზმში, რადგან მოახდინოს კუნთში არსებული ცილების მეტაბოლიზმის გაუმჯობესება, რომ მოხდეს ამ პროცესების შენელება. ხანდაზმულ ასაკში სისხლის ანემიის განვითარება არის ხშირი, შესაბამისად B6 ვიტამინს აქაც აქვს დადებითი როლი, ის კონკრეტულად ჰემოგლობინის წარმოქმნაში იღებს მონაწილეობას, ჰემოგლობინი კიდე განთავსებულია სისხლის წითელ უჯრედებში, ერითროციტებში, შესაბამისად მთელი ცხოვრების მანძილზე ფილტვებიდან ორგანიზმის ქსოვილებამდე გადააქვს ჟანგბადი. ასაკის მატებასთან ერთად ხშირია იმუნიტეტის დაქვეითება, რადგან იმუნური სისტემის მიერ არ ხდება ისეთი სიმძლავრით გამომუშავება დამსვლელობითი სხეულების, რომ ებრძოლონ გარემოდან შეჭრილ ვირუსებს ან ბაქტერიებს, შესაბამისად ხანდაზმულ ადამიანებში ხშირი არის ჩვეულებრივი სეზონური ვირუსები, მათ რთულად გადააქვთ, შესაბამისად B6 ვიტამინი აქ მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმს ეხმარება გამოიმუშაოს არაპირდაპირი გზით სისხლის თეთრი უჯრედები, რაც კონკრეტულად ჩართული არიან ორგანიზმის დაცვაში. კვლევებით ასევე დადგენილია, რომ ორგანიზმში B6 ვიტამინის დეფიციტის დონემ შეიძლება გამოიწვიოს ჰომოცისტეინ მჟავების მომატება, ხოლო ეს მომატებული ჰომოცისტეინები პირდაპირ რისკ ფაქტორია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების. შესაბამისად, ხშირი არის ხანდაზმულ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვადასხვა პათოლოგიები, ამიტომაც აქაც საჭიროა გაკონტროლდეს B6 ვიტამინის დონე. როგორც მოისმინეთ, B6 ვიტამინი ხელს უწყობს ასაკის მატებასთან ერთად ცვლილებების შენელებას, რაც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, B6 ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში ორგანიზმი გამოავლენს სიმპტომებს, როგორც არის შემეცნებითი საკითხების დაქვეითება, ეს შეიძლება გამოვლინდეს შემდგომ დეპრესიულად, მოთენთილობით, მახსოვრობის დაქვეითებით, ენის არალოკალური სიწითლე, გლოსიტი, ხოლო მძიმე დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს რთული ნევროლოგიური ჩივილები და კრუნჩხვები. როგორც წესი, სისხლში B6 ვიტამინის ადეკვატური დიაპაზონი არის 20-დან 125 ნანომოლ ლიტრზე, ეს ნორმალურად ითვლება და არ საჭიროებს ჩარევას, ხოლო თუ არის 20-ის ქვემოთ დაახლოებით 10-ის შუალედში უკვე მსუბუქი დეფიციტია და აქ ბუნებრივი საკვების სახით საჭიროა ნორმალური რაციონის შედგენა, ხოლო თუ არის 10-ის ქვემოთ, ნიშნავს მძიმე დეფიციტის დასაწყისია და აქ ჩნდება ზუსტად ნევროლოგიული ჩივილები. მაგრამ რა თქმა უნდა, კონკრეტული ინდივიდის შემთხვევაში შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული მაჩვენებელი აჩვენოს. ამას გადაწყვეტს ექიმს და შესაბამის მკურნალობასაც დაგინიშნავთ. ხოლო ახლა მოგახსენებთ რამდენიმე ბუნებრივ საკვებს, რომლებშიც B6 ვიტამინი არის. ავოკადო შეიცავს 0,3 მგ B6 ვიტამინს, კვერცხი შეიცავს 0,1 მგ-ს, კარტოფილი შეიცავს 0,3 მგ-ს, საქონლის ღვიძლი შეიცავს 0,9 მგ B6 ვიტამინს, ხოლო ქათმის მკერდის არე შეიცავს 0,5 მგ B ვიტამინს. ვფიქრობ, საინტერესო ინფორმაცია იყო. ახლა გადავალ ბიოტინზე, იგივე B7 ვიტამინზე. B7 ვიტამინი ცნობილია როგორც მარტივი ვიტამინი, არ საჭიროებს მკვეთრ ყურადღებას, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მცირე ოდენობით მიღება სრულიად საკმარისია თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს მაინც რამდენიმე მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი დეფიციტი ორგანიზმში. მინდა მოგახსენოთ, რომ ბაქტერიები ზოგადად არსებობს გარემოდან შემოჭრილი ორგანიზმში, არასასურველი და საფრთხის-შემცველი ბაქტერიები, ასევე არსებობს უკვე მყოფი ორგანიზმში ბაქტერიები, რომლებსაც სასარგებლო ფუნქციებია და მათი სარგებელი ერთ-ერთი ის არის, რომ მათ შეუძლიათ B7 ვიტამინის სინთეზი. ბუნებრივად მისი გამოწვევა არის საკმაოდ რთული, თუ ადამიანი მას არ გამოიწვევს ხელოვნურად, რაც მენტალურ პრობლემებთან არის მაგ დროს დაკავშირებული, აი მაგალითად რთული დიეტის შედგენა საკუთარ თავს შეუდგინო, რთული დიეტა და არასწორი, რაც რა თქმა უნდა დიეტოლოგების მიერ უნდა იყოს შედგენილი კვების რაციონი, შესაბამისად ხშირად ხდება ხოლმე ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს დიეტას უდგენენ, ეს არის არასწორი და მკაცრი, ამ შემთხვევაში ხდება არა მხოლოდ B7 ვიტამინის დეფიციტი, არამედ სხვა ნივთიერებების და ნუტრიენტების დეფიციტიც კი. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა რაიმე კონკრეტული მძიმე დაავადების ზემოქმედებით, ამ დროს არა მხოლოდ B7 ვიტამინი, არამედ მთლიანი B ვიტამინთა კომპლექსის მოშლა ხდება შესაბამისად. ამ დროს უნდა უმკურნალო კონკრეტულ დაავადებას, არა B ვიტამინებს. ასევე B7 ვიტამინის დეფიციტი ხშირი ადამიანებში, რომლებიც მოიხმარენ გამუდმებით ალკოჰოლს, ასევე ორსულებში ცვლინდება დეფიციტი, რადგან ვიცით, რომ ორსულობის დროს თითოეულ მინიმალურსაც კი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. შესაბამისად, დედა თუ ვერ იღებს საკვები ბუნებრივი სახით
B7 ვიტამინს პლაცენტის გავლით ბავშვი ვერ მიიღებს ამას და ბავშვისთვის მნიშვნელოვანი, ნაყოფისთვის მნიშვნელოვანი არის B7 ვიტამინის სრულყოფილი ჩამოყალიბება ფორმირებისთვის. შესაბამისად, თუ ამის მიღება ვერ ხდება, შეიძლება დისფუნქციები აქედანაც იყოს გამოწვეული. ასე რომ ორსულობის პერიოდში საჭირო არის ყურადღება და სწორი კვებითი რაციონის შედგენა, რადგან ბევრი ფაქტები არსებობს იმისა, რომ ოდესღაც მივიწყებული ატომი ერთ დღეს წარმოჩენილია როგორც ასტეროიდი. შესაბამისად, 9 თვის მანძილზე ერთხელ საკმარისია რომ გადამოწყვეტთ B ვიტამინთა ჯგუფზე. ორგანიზმის მიერ შეწოვადებას ხელს უშლიან ასევე ანტიბიოტიკები და ანტიკონვალესანტები, შესაბამისად, თუ ამის მუდმივი მომხმარებლები ხართ წლების მანძილზე, თქვენს უნდა გადამოწყვეტთ B7 ვიტამინთან დაკავშირებით. დეფიციტის შემთხვევაში გამოვლინდება სიმპტომები: მშრალი და ქერცლიანი კანი, თმის ცვენა, თვალთან დაკავშირებული პრობლემები, დეპრესია, ადვილად დაღლა, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და რთული დეფიციტის შემთხვევაში ჰალუცინაციები. ჯანმრთელ მოზარდებში სისხლის შრატში B7 ბიოტინის ნორმალური მაჩვენებელი არის 129-დან პიკომოლილიტრზე. ტესტირება კეთდება სისხლისა და შარდის ტესტები. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.